კარალეთში მცხოვრებმა თემურ სამხარაძემ სოფელში დანახული ქალის ცხოვრება ფოტოზე აღბეჭდა. ამბობს, რომ მისი სოფლის მაგალითზე უნდა ეჩვენებინა ქალის ყოველდღიური ყოფა, სადაც ის მძიმე ჯაფაშია. ხალი რომ სოფლად რა წარმოადგენს და როგორ არის დაკავებული საქმით მიდოდა მეჩვენებინა ჩემი სურათებით. მათ შორის არის განსაკუთრებული სურათი, რომელსაც ქალი ზიდავს წყალს და მამაკაცი, რომელსაც თავი სპეციალურად არ გამოუჩინა, იმიტომ რომ არ ეხმარება, არადა გვერდზე მოსდევს. ამ შემთხვევაში ქალის უფლება დაერქვა. კიდევ არის რამოდენიმე სურათი, რომლებიც ვფიქრობ, რომ საინტერესოა და მით უმეტეს ქალთა უფლებებს შეესადაგება. ქალთა ცხოვრებაზე სხვადასხვა სახის ნამუშევრები სოფელ კარალეთში მცხოვრებმა სხვა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს. ქალურ პრობლემებზე ასე ვთქვათ. აქვს კიდევ ინტერიერის დიზაინის შექმნილი, მინდა რომ ქალებმა იცხოვრონ ასეთ გარემოში, სოფლად ცხოვრება ქალებმა, რომელსაც ძლიერ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, თავიანთი ქალობის გატარება, ფაქტობრივად არაქალურ პირობები აქვს ოჯახშიც, ბუნებაშიც. ჩვენმა ახალგაზრდულმა კლუბმა ფემიკმა თემში ის პრობლემატური საკითხები გადაიღო, რომლებსაც ქალები არიან შეჭიდებული და ქალები ასრულებენ იმ მძიმე სამუშაოს, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას მოგვიწევს. შევკერეთ ფორმები. სოფელში არ იყო საშუალება ეკირავათ ცეკვის ფორმა, დადიოდნენ ბორში და შესაძლებლობა გამოიყენოს ჩვენი შეკერების ფორმა. რამდენი ქალი არის ჩართული ამ? ქალის სოფლად ასეთი სახელწოდების მქონე გამოფენაზე სოფელში მცხოვრები ქალები მივიდნენ. ქართველების მენტალიტეტიდან გამომდინარე თითქოს თანასწორები არ ვართ, მაგრამ აქ ბევრი ტრენინგი ჩატარდა იმ თემაზე, რომ გენდერული თანასწორობა აუცილებელია და ქალმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები, რომ აქვს მუშაობის უფლება, აქვს თავის დაცვის უფლება, განათლების უფლება. ქალთა საერთაშორისო დღეს გამართულ ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება ქალთა უფლებებსა და მათ როლზე გამახვილდა. ჩვენ სახარებიდან გვაქვს ერთი ძალიან კარგი ამოქმედი. აქ არავინ არც ებრაელი, არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც ქალი და არც კაცი, რადგან თქვენ ყველანი ერთნი ხართ იესო ქრისტეში და ჩვენ ვთვლით, რომ არანაირად არც რელიგიას არ უშლით ხელს და პირიქით ჩვენ ვეთანხმებით აბსოლუტურად ქრისტეს, როგორც მართლმადიდებლები, წამს ღმერთის და გვინდა რომ ყველა ქალი ბედნიერი იყოს და მართლაც დაცული იყოს მათი უფლებები. ქალის როლი არის ბევრ სირთულესთან დაკავშირებულიც, იმიტომ რომ ის ამავდროულად არის დედა, ოჯახის დიასახლისი, მეუღლე და შემდეგ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ქალების უფლებებზე იმჟელეს სასტუმრო ვიქტორიაში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც ორგანიზაციამ ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის დაფუძნებიდან 6 წლის თავი აღნიშნა და ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ანალოგიური ღონისძიება მიმდინარეობს დღეს ცხინვალში, სადაც ქალები აღნიშნავენ ასევე დღევანდელ დღეს, ამ ქალთა მოძრაობის შექმნის დღეს და მთავარი არის ის, რომ აი ესეთი ღონისძიებები, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, ხელს უწყობს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას დობის აღდგენისა. ქალთა უფლებების დაცვისა და ამ საკითხში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით გორში ახალი პროექტის განხორციელებას რამდენიმე ორგანიზაცია გეგმავს. მათი განცხადებით, ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება სწორედ ახალ თაობას შეეძლება.